გამარჯობა. დღეს 2026 წელია 10 ივნისია. დღეს მინდა ერთ სერიოზულ თემაზე ვისაუბრო. ეს არის სუნთქვის პრობლემა. სუნთქვის გახსნაზე მინდა ვისაუბრო. გასწავლით და გაგიზიარებთ ერთ რამოდენიმე წერტილებს. გამოგადგებათ. თუ სუნთქვა გაგიჭირდა, როდისმე მოდი აგი რან თუ გაუჭირდა სხვას მიიდი და დაეხმარ. ეხლა გავაგრძელებ. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ახალგაზრდობის წერტილი მინდა გაგაცნოთ. ამ წერტილს ახალგაზრდობის წერტილს ეძახიან. ამ ადგილს სიკვდილის სამკუთხედსაც ეძახიან. იქ პრიჩიკები რაღაცები რო ამოვა, არ იმას ხარ არ გააწვალოთ, მაგინ უეხებით გაქრება თავისთვის. მასაჟი უნდა ესეთ. სუნთქვის პრობლემა. მიაჭირე აგერ ხელი აქა. მაგარია, აი აქა სუნთქვა. Hop, ცენტრში. Hop. აი აქ ეს წერტილი სუნთქვის არის. ამას 64-ის კარს ეძახიან კიდევ ეს სხვანაირად მუშავდება ძილის წინ. დილით ჯამთელი იღვიძებ. ამ წერტილს შეუძლია ბევრი. სუნთქვა. სუნთქვა, აი ეს სუნთქვის არის, სუნთქვას ხსნის. აი აქ ჩააჭირი, აი სუნთქვას ხსნის. ერთწუთიანი სუნთქვა, აი ამ ადგილას მოდი 20 ჯერ. დააკვირდით იმას თუ რას გეუბნებით მე თქვენ, დააკვირდით იმას. არ დააკვირდით სხვას არაფერს, ის თქვენთვის არ არის. მე ვერ ვლაპარაკობ აქ ბევრ რაღაცას, არ შეიძლება ჩემი ბევრი ლაპარაკი. დამავცივდება 100 მტერი და გამოვცივდებიან იქიდან და შეიძლება ვერც გამოვიდე. ისე დღეში ჩამაგდო. მაგიც არ არის გამორიცხული, ისედაც მებძვის სისტემა მე წლებია უკვე. ისე არ არის ღვთისმშობლობა ძნელია. შენ ღვთის მონა ხარ და ყველაფერი გაправებული გაგიქა, იმიტომ რომ ღვთის მონობაში ხარ და ყველა ისეა იქ თითქმის, მაგრამ რო გამოხვალ შენ ღვთის მონობიდან და ღვთისშვილი რო გახდები, ყველა ისინი შენი მტრები გახდება ჩემო ძმო, ჩემო დაო. ხო? როგორი დროდად გატიცით, თუ ცუდი ადამიანი, თუ აგრესიულია, ის მოუმატებს თავის აგრესიულობას და ჩანს ეს დღეს. თუ მოსიყვარული ადამიანი თბილია, ერთგულია, ის მოუმატებს. თუ მზრუნავი ადამიანი მოუმატებს ზრუნვას. თუ ცუდია მოუმატებს სიცუდეს. ასე შეიცნობა ადამიანები. მე 38 წლისა ვარ. ეჯერ არა ვარ კვილების ეკიპთან მინასრული. მაგრამ არც ვაპირები ჩემით ვიცი რაღაცები და იმით ვიკეთებ და იმით ვარ კიდევ. ხო, ექიმი საერთოდ არ არის საჭირო, ექიმები კლავენ, ბიზნესმენები არიან. სისტემა სატანიზმია. სიყალბია კრუგში. ყველაფერი ყალბია. შენ რო გონია ეგ რაღაცა კრულებიანი ღმერთი ზის იქ არავინ არ აზის. ღმერთი შენახარ ადამიანო პირდაპირ. თავად შენახარ ღმერთი ადამიანი. ენერგიაა ღმერთი. ის ყველა და ყველაფერშია. შენ ყველაფერთან კავშირი შეგიძლია. ეგ კილომეტრს იქით კენჭი რო დია, იმასთანაც კავშირი გაქვს. მაგას ვერ ხედავ, მაგრამ ასეა.
კავშირში ვართ ყველაფერთან აბსოლუტურად. დაკავშირებულები ვართ ჩვენ ერთი მეორეზე, ჯაჭვებივით ვართ გადაბმულები. ერთი მეორეზეა გადაბმული ყველაფერი აბსოლუტურად. შენ რომ მიხვდები, რომ სიყალბეა და twins რომ მიცემ პროგრამას, რომ არ მინდა მე ამ სიყალბეში ცხოვრება, შენ მოგივა საღვთო ინფორმაცია. მე რომ საღვთო ინფორმაცია შევიმეცნი, ვფლობ ზოგადად. მივხვდი, რომ რელიგიები არ არსებობს. საღვთო ცოდნა ადრე მეგონა, რომ რელიგიები და რაღაც არა ტყუილია. საღვთო ცოდნა რელიგიების გარეშეა. ის საყოველთაოა. არც ერთ მისიონერს რელიგია არ შეუქმნია, ქრისტეს არ შეუქმნია რელიგია. ქრისტეს მერე 325 წლის მერე მოიგონეს კონსტანტინე და პავლემ სატანისტებმა. დაამონეს კაცობრიობა. და იმ სატანიზმიდან არის დღეს გამოსასვლელი. ჩვენ ვინც გამოვედით და ვეხმარებით ყველას, რამდენს უფრო მეც, რამდენი ადამიანით უფრო მეც გამოგვლიჯავთ სატანას, მით უფრო უკეთესად დავიძინებთ აქ ჩვენ. ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე. უზიარებთ ცოდნას, არ ვჭამთ ერთმანეთს და არ მოვსდებთ. მოდი ბიჯოა, გამოდი გარეთ ეხლა იქ, ვსო, შენ სატანიზმში ხარ. შენ მე რო ცემით მე მუქრები, შენ უკვე სატანიზმში ხარ. ღვთისმშობელი ამას არ გააკეთებს. ის მოვა თუ ასახსნელია, აგიხსნის თუ რამე საქციელია, მოიქცევა ისე რომ შენ შეიცვალო, ანუ აზრი შეგეცვალოს. ის არასოდეს არ დაგიძახერ შენ გამოდი გარეთ და მოდი ახლა გცემო, არ გეტყვის მაგ. ღვთისმშობელი რო დააშავებს რაღაცას, ის ეგრევე გამოასწორებს მას და მსგავსი არ ექნება ცხოვრებაში. ღვთის მონა ისევ იგივეს აკეთებს. მე გამოვედი ღვთის მონობიდან, ღვთისმშობელი გავხდი და მადლობა სამყაროს. ყველა მინდა ჩემ თვალწინ ვინც არის ჯამთელი, საღი იყოს. მინდა რომ დადებითმა ენერგიებმა იმეფოს. მოვიდა ეს დრო სატე იოგაში შევედით ჩვენ. მორჩა კარი იოგა. სატანიზმის პერიოდი 400 წელი კანიბალების. ზუსტად ამ კანიბალებიდან არის გამოსასვლელი კანიბალიდან, სატანიზმიდან. ზუსტად ესაა ბევრი არაფერი. აბა კარგად ბრძანდებოდეთ. ფალით ირო. ნუ უყურებთ იმას, რომ აი მაგალითად რაღაც არ მაცვი. ამას ნუ უყურებ შენ. ამას უყურებს ტუპორი. შენ შიგნით ნახე რა არის. შეიძლება მე აგერ კვილები არ მქონდეს კარგი, მაგრამ მეგრულად ვიტყვი ახლა ამას. კიბირ ვამიღმა რა უკიბირეთ დოფხოტორონ ქვიშო. უკიბირეთ დოფხოტორონ ეს ქართულად როგორ ითქმის რა ვიცი, მე ბევრი არ ვიცი ქართული მაინდა-მაინც. მეგრული უფრო მეხუჯება, მაგრამ ახლა აქ ასე არ არის. ხო. მე კოლხი ვარ, მზიშვილი ვარ. ჭეშმარიტი მართალმადიდებელი. აბა კარგად ბრძანდებოდეთ კიდე.